მე გახლავართ ნანა გელაშვილი, ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი და შორეული აღმოსავლეთის მიმართულების პროგრამის ავტორი და მიმართულების ხელმძღვანელი, სადაც გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება ამ ეტაპზე, ეს არის ჩინეთი და იაპონია და შესაბამისად ისწავლება ამ ქვეყნების, ანუ ჩინური და იაპონური ენები, ისტორია, კულტურა, რელიგიები, ლიტერატურა, საერთაშორისო ურთიერთობები, გენდერული საკითხები და მოკლედ საკმაოდ ისეთი მრავლის მომცემი და შედეგიანი გახლავთ, რამდენადაც ეს შედარებით ახალი დარგი გახლავთ უნივერსიტეტის სივრცეში, სხვა აღმოსავლეთმცოდნეობის დარგებთან შედარებით, რა თქმა უნდა, სულ 2 წელია, რაც უკვე ძირითადი სპეციალობის სახით არსებობს და გამომდინარე იქიდან, რომ იყო ძალიან დიდი დაინტერესება აბიტურიენტების მხრიდან, სტუდენტების მხრიდან და აი ყოველივე ამის საფუძველზე წლებია უკვე ამაზე მუშაობ, ჯერ იყო მაინორ პროგრამა, ანუ დამატებითი პროგრამა მოგეხსენება და აი როგორც იქნა, გავიარეთ წარმატებით აკრედიტაცია და ეხლა უკვე ძირითადი სპეციალობის სახით არსებობს. გამომდინარე იქიდან, რომ ლიტერატურაც მოგეხსენებათ, რომ ცოტა არის ქართულ ენაზე, აი ამ რეგიონის შესახებ ინტერესი კი სულ უფრო მზარდი, საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობის გაფართოების კვალდაკვალ და ჩვენც ვცდილობთ, რომ აი ქართულ ენაზე იყოს სულ უფრო მეტი ლიტერატურა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ რუსულად ბევრი არის, მაგრამ რუსული ენა სტუდენტებმა არ იციან დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე რუსულ წიგნებს ვერც დაუსახელებ, ну ინგლისური იციან უფრო და რა თქმა უნდა ამ შესასწავლი ქვეყნის ენას სწავლობენ ბავშვები და აი ეს დანაკლისი თანდათან ვცდილობ რომ აღმოუფხრათ, აი თქვენ არ ვიცი ვინ ესწრებოდით და ვინ არა, მანამდე აქ შალვა ჩიხლაძემ ჩაატარა ლექცია, ჩემი ყოფილი სტუდენტი გახლავთ, ანუკიც ჩემი ყოფილი სტუდენტია და აი მე მიხარია, რომ ჩემ სტუდენტებთან ერთად ის დიდი ისეთი ფუნდამენტური ნაშრომი შევქმნით და მე მგონი კარგი გამოვიდა ის წიგნი, არ ვიცი ვის ჰქონდათ საშუალება რომ გენახათ ან არ გენახათ. შესაბამისად ამ წიგნში და უნივერსიტეტშიც ჩემი სფერო გახლავთ კულტურა, ისტორია, აი ეს ფილოსოფიურ-რელიგიური მოძღვრებები და დღეს სწორედ ბევრი კიდევ რომ არ გავაგრძელო ეს ზოგადი საუბარი, გადავალ პირდაპირ თქვენის ნებართვით აი ამ ფილოსოფიურ-რელიგიურ მოძღვრებებზე და რა კი თემატიკა გახლავთ ჩინურისთან კავშირში, რა თქმა უნდა ვისაუბრებთ ჩინეთზე და ჩინეთში აღმოცენებულ და განვითარებულ და გავრცელებულ აი ამ ფილოსოფიურ-რელიგიურ მოძღვრებებზე. და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იქნება ეს კონფუციზმი, გამომდინარე იქიდან, რომ საუკუნეთა მანძილზე ეს გახლდათ მთავარი ფუნდამენტური მოძღვრება ჩინეთში, შემდეგ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი მეორე მოძღვრება ეს არის ტაოიზმი და აქვე გავშიფრავ, რომ აი უკანასკნელ ხანებამდე და ეხლაც არასწორად გამოიყენება ეს ტერმინი, უფრო დაოსიზმი გამოიყენება, მაგრამ ну უკვე ჩვენმა სტუდენტებმა და აი მომავალმა სინოლოგებმა იციან, რომ სწორი ფორმა არის ტაოიზმი და მგონი უკვე ნელ-ნელა გამოსწორდა ეს გამოთქმაც ქართულში. და გარდა მაგისა, აქვე იმასაც დავამატებ, რომ აი ესეთი გამონაკლისია, რომ ქართულში რომ არის ჭ და წ და სხვა ენებში არ არის ხო უმეტესობაში და უჭირთ ხოლმე გამოთქმა, აი ჩინურიდან პირდაპირ შეცდომის გარეშე გადმოდის ეს ტერმინები, იმიტომ რომ იქაც აქვთ ჭ-ც და წ-ც და აი ეს
გასწორება უფრო ადვილია და გამოთქმათ სტუდენტებისათვის და ზოგადად რომ მსმენელმა და წამკითხველმაც იცოდეს. ერთი სიტყვით ჩინეთი. მოგეხსენებათ რომ უძველესი ცივილიზაციის კერა, რამდენი რამ მისცა მან მსოფლიო ცივილიზაციას, ამაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ და არა მხოლოდ ის რომ ის უძველესი და უმდიდრესი ცივილიზაციის კერა, აიმავდროულად ის გახდათ ეტალონი და ნიმუში დანარჩენი მეზობემისთვის, ირგვლივ მეზობელი ხალხებისათვის, ეთნოსებისათვის და ქვეყნებისათვის, იმიტომ რომ ჩინეთი, როდესაც უკვე იყო ესეთი მაღალგანვითარებული იმპერიის სახით ჩამოყალიბებული, ირგვლივ მდებარე სამეზობლო, ესე ვთქვა, ჯერ კიდევ ქვის ხანის საფეხურზე იმყოფებოდნენ და ამიტომაც იყო, რომ ჩინეთიდან მთელი, ასე ვთქვათ, სამეზობლო რეგიონისაც ცდილობდა, რომ ყველაფერი ესე ღრუბელივით შეესრუტნათ ჩინეთისაგან, ყველაფერი გადმოეღოთ და ეს გრძელდებოდა საკმაოდ დიდხანს, საუკუნეების მანძილზე. და ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ეს არ ყოფილა ჩინეთის მხრიდან ძალადობრივი ან თავს მოხვეული, რომ აი ძალად გაევრცელებინა თავისი ეს იგივე მოძღვრებები თუ სხვა ამბები, არამედ პირიქით, არანაირად ამას ხელს არ უწყობდა, მაგრამ პირველ რიგში მისი მეზობელი კორეა, კორეის საშუალებით კიდე იაპონია, აი პირველ რიგში ეს ორი სახელმწიფო, მერე გვიან ჩამოყალიბებულები უფრო ჩინეთთან შედარებით, ყველაფერს ცდილობდნენ რომ გადმოეღოთ და მართლაც არ დარჩენილა თითქმის ჩინური ცივილიზაციის მონაპოვარი მეტნაკლებად მნიშვნელოვანი, რომ არ გადმოეღოთ იგივე კორეაზე და იაპონიაზე ვამახვილებ ამჯერად ყურადღებას. ეს იქნებოდა სახელმწიფოს მოწყობის კანონები, სახელმწიფოს სტრუქტურები, იგივე აი ამჯერად ჩვენი თემა, რასაც ეხება ეს ფილოსოფიურ-რელიგიური მოძღვრებები, სახვითი ხელოვნება, დამწერლობა, რა ვიცი, თითქმის აი ყველაფერი, ხა ყველაფერი ვერ ჩამოვთვალე, რა თქმა უნდა. და რაც შეეხება ეხლა უშუალოდ ფილოსოფიურ-რელიგიურ მოძღვრებები, ეს მოძღვრებებიც ძალიან დიდ როლს ასრულებდა იმთავითვე ჩინური ცივილიზაციის გავრცელებაში რეგიონში, საუბარი არის აღმოსავლეთ აზიაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე, რა თქმა უნდა. და როგორც წეგან მოგახსენეთ, აი ეს ფილოსოფიური მოძღვრებები, რომლებიც ჩინეთში ჩამოყალიბდა, შემდეგ, როდესაც ისინი გადიან, გააღწევენ და შეაღწევენ მეზობელ ქვეყნებში, ხდებოდა გარკვეული სინკრეტიზაცია აი ამ მოძღვრებებისა, იმიტომ რომ აი ეს ჩინური მოძღვრებები გარკვეულად განიცდიდნენ ზეგავლენას იმ რელიგიებისა და იმ მოძღვრებებისაც, სადაც ისინი შეაღწევდნენ. და რა თქმა უნდა, ხდებოდა პირუკუ გავლენაც და ეს იმდენად ისეთ მკვეთრად გამოხატულ სინკრეტიზაციის სახეს იღებდა, რომ ხშირად აღრეული იყო უკვე ერთმანეთში ღვთაებები, წმინდანები, დიდი მოძღვრები, ვინ სადაური იყო და ვის რა ფუნქციები ჰქონდა და ესე შემდეგ, ესე შემდეგ. და საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ დავიწყოთ უშუალოდ მთავარ ფუნდამენტურ მოძღვრებაზე, როგორიც გახლდათ და გახლავთ კონფუციზმი, ხო? კონფუციზმი მოძღვრება, რომელიც თავდაპირველად იშვა და წარმოიშვა როგორც ფილოსოფიური მოძღვრება, მაგრამ გავიდა საუკუნეები, არა ერთი საუკუნე მინდა გავუსვა ამას ხაზი, როდესაც ის უკვე რელიგიად მოხდა მისი ფორმირება. მაგრამ თავდაპირველად რელიგიის იეროგლიფი და ტერმინი არ ყოფილა ჩინეთში და ის იშვა როგორც ფილოსოფიური მოძღვრება. და მისი დამფუძნებელი გახლავთ დიდი მოაზროვნე, ფილოსოფოსი, ქადაგებელი კონფუცი, ხო? კონფუცი, რომლის ცხოვრების წლები გახლავთ 551
1479 წლები. ანუ მე-6-მე-5 საუკუნეები, ხო? და ძალიან მოკლედ მის ბიოგრაფიაზე ვიტყვი ორ სიტყვას, რომ არ გამიგრძელდეს ძალიან. კონფუცის მშობლიური ქალაქი გახლავთ ციუფუ, ეს არის შანტონგის ოლქი აღმოსავლეთ ჩინეთში და აქვე იმასაც ვიტყვი სიამოვნებით და სიამაყით რომ ვიყავი ამ ციუფუში, როდესაც რამოდენიმე წლის წინ გაიმართა კონფუცისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, მიწვეული ვიყავი იქ და სწორედ ეს იყო თავარი იქ, რომ აი უშუალოდ ის რეგიონი გაეცნოთ ჩვენთვის, დაგვეთვალიერებინა ეს მისი საფლავიც კი, მისი შთამომავლების საფლავები და ესე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ეს ვახსენე, იმიტომ რომ ჩემი თვალით მაქვს ის ადგილები ნანახი და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და საჭირო იყო ეს ამ ამბების აღნიშვნა და მოხილვაც ამ სიწმინდეებისა. ერთი სიტყვით ციუფუში დაიბადა საშუალო იმის რანგის სამხედროს ოჯახში და მისი მამამის ყავდა ჯერ პირველი მეუღლე, რომელთანაც ეყოლა თურმე 9 ქალიშვილი, მაგრამ იმის გამო რომ ვაჟი არ ყავდა და ეს ძველთაგანვე ჩინეთში ვაჟის ყოლა ძალიან ისეთი იყო პრესტიჟული და შვილად ის ითვლებოდა, მიატოვა ეს ცოლი, მერე მეორე ქალი შეირთო, იქ ვაჟი გაუჩნდა, მაგრამ ის იყო თურმე ინვალიდი და გარდაიცვალა და ბოლოს 66 წლის ასაკში 16 წლის გოგონა შეურთავს ცოლად და ყოველ შემთხვევაში წყაროებში ესე არის მოთხრობილი და აი მაშინ გაჩნდა ეს კონფუცი, რომელსაც ჩინეთში უფრო მოიხსენიებენ სახელით კუნწი და ეს კონფუცი დასავლეთში გავრცელდა, როდესაც მე-16-მე-17 საუკუნის მიჯნაზე ჩინეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მისიონერი მატეო რიჩი, ხო, რომელმაც სწორედ დასავლეთში კონფუცის სახელი გაავრცელა აი ამ კუნწის სახელიდან გამომდინარე და ეს კუნწი ნიშნავს მოძღვარი ან ბრძენი კუნი. მოკლედ კონფუცი იყო მამა არდრე გარდაეცვალაო და მთელი ოჯახის სიმძიმე დედამისს დააწვა, როდესაც ცოტათი წამოიზარდა, ეს ხედავს, რომ თავარი არის სწავლა განათლების მიღება იმისათვის, რომ საზოგადოებაში ზოგადად დაიკავო ესეთი ადგილი, სათანადო ადგილი წინ წაიწიო, ამიტომ ის იმთავითვე სწავლა განათლების ქადაგებას უძღვნიდა თავის მოძღვრებას. თავად რა თქმა უნდა მიიღო თვითგანათლება და უკვე სრულიად ახალგაზრდა თავადაც ასწავლიდა უკვე ბავშვებს ღარიბი მოსახლეობის ბავშვებს ელემენტარულ წერა-კითხვას. შემდეგ ის წინაურდება თავისი ისევ და ისევ განათლების წყალობით, მაგრამ აი ამ სამეფოში, რომელსაც ერქვა ლუ, მაშინ მოხდა აჯანყებები, საიდანაც მას მოუწია გაქცევა და ამის შემდეგ უკვე მთელ ჩინეთში ის მოგზაურობს, ავრცელებს თან ნაშრომებს ქმნის, რომელთა შორის თავარი მისი ფუნდამენტური ნაშრომი გახლავთ ლუნ იუი, ხო? ანუ ეს ნიშნავს საუბრები და მსჯელობები, რომელშიც თავმოყრილი გახლავთ ყველაზე უფრო მისი ესეთი მთავარი იდეები, ძირითადი პოსტულატები და მოძღვრების არსი, თორემ სხვა ნაშრომებიც აქვს შექმნილი. მოკლედ მივედით იქამდე, რომ ის გარდაიცვალა თავისავე ქალაქში, ციუფუში, როდესაც ის ხანგრძლივი მოგზაურობებიდან დაბრუნდა 72 წლის ასაკში და ის სიცოცხლეშივე მოესწრო თავის დიდ პოპულარობას, პატივს
და როდესაც ის გარდაიცვალა, უკვე მისმა მოწაფეებმა აი ეს მისი ნაზრები, მისი ქადაგებები უკვე აი მოაქციეს ამ ლუნ იუიში და შემდეგ, რა თქმა უნდა, მალევე დაიწყო აი ამ კონფუციზმმა უკვე ფილოსოფიური მოძღვრების სახით გავრცელება, უფრო თავისი არეალის გაფართოება, ექსპორტირება ჩინეთის საზღვრებს მიღმა და ესე შემდეგ. ეხლა მთავარი რა არის, მოკლედ რომ ვთქვათ ასევე კონფუცის მოძღვრებაში ძალიან სიღრმეებში ვერ წავალ დროის შეზღუდულობის გამო, ვიტყვი მხოლოდ ძირითადს. ამთავითვე დავაფიქსიროთ, რომ კონფუცი გამოხატავდა მოძღვრება მისი გამოხატავდა გაბატონებული კლასის ინტერესებს. ანუ საზოგადოებას ყოფდა ის დიდრებად და ღარიბებად, წარჩინებულად და მდაბიოებად და მიაჩნდა, რომ აი ეს წარჩინებული ხალხი უფრო გონება გახსნილია, უფრო ნიჭიერია, უფრო ჭკვიანია და ამიტომაც აი ეს მდაბიო წარმომავლობის ადამიანები, ანუ მორჩილი ფენა, მწარმოებელი ფენა, უნდა მორჩილებდეს აი ამ კეთილშობილ ლებს. ესე ეძახდა ის აი ამ მაღალი წარჩინებული ფენის წარმომადგენლებს. მაგრამ ხო და უზენაეს ღვთაებად აღიარებდა ცას. ანუ ყველა უნდა ემორჩილებოდეს ცის კანონებს, მაგრამ შუამავალი ცასა და დედამიწას შორის გახლავთ იმპერატორი, მისი აზრით და სწორედ იმპერატორი, რომელიც აღიარებული იყო ცის შვილად, იყო ასევე მიჩნეული შუამავლად ცასა, ანუ ზეცას, მთავარ ღვთაებასა და უბრალო მიწაზე მცხოვრებ უბრალო მოკვდავებს შორის იმპერატორის უზენაესობა. მაგრამ იმპერატორი უნდა მართავდეს ქვეყანას არა ძალისმიერი მეთოდებით, არამედ ჰუმანური იდეებით, ჰუმანურობით, თავისი ასე ვთქვათ, ცოდნით, თავისი მედიუმობის ნიჭით და ესე შემდეგ და არანაირად ძალისმიერი მეთოდების გამოყენება არ შეიძლებოდა. გარდა მაგისა, აი ამ კონფუცი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მუსიკას, მუსიკის როლი მის მოძღვრებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ უარყოფდა და კიცხავდა ესეთ აგრესიულ მუსიკას, იმიტომ რომ მას შეეძლო მუსიკას ძალიან დიდი ძალა ჰქონდა, მაგრამ აი აგრესიული მუსიკას, ესე ტერმინით ხმარობდა ის თურმე, გახლდათ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, უარყოფითის მომტანი და ნეგატიური მათ აღიქმებოდა. ქალის როლი და ზოგადად გენდერული საკითხი როგორ იყო მის მოძღვრებაში, ქალი მიჩნეული იყო რაღაც ძალიან დაბალი აზროვნების, დაბალი დონის არსება, რომლის მოვალეობა მთავარი იყო მამაკაცის სამსახური და მამაკაცის მიმართ მორჩილება. ანუ ქალები იყო დაკნინებული მის მოძღვრებაში. კიდევ რა არის საინტერესო, განათლება. განათლებისკენ მოწოდება ახალგაზრდების მიმართ ის ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა იმას, რომ თავის მოძღვრებაში მოეწოდებინა ახალგაზრდა თაობისათვის, მომავალი თაობისათვის, რომ რაც შეიძლება გაეფართოვებინათ თავიანთი თვალსაწიერი, თავიანთი ცოდნა, გამოცდილება, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ ცოდნით, ფართო ცოდნით შეიძლებოდა ამ ცხოვრებაში სათანადო ადგილი მოგეპოვებინა, სათანადო სტატუსი მოგეპოვებინა და სწორედ კონფუცის მიერ იქნა დაფუძნებული ეგრეთ წოდებული სახელმწიფო გამოცდების ტრადიცია, რომელიც სხვათა შორის ჩინეთში გრძელდებოდა ლამის მე-19 საუკუნის ბოლომდე, ანუ თუ კი ახალგაზრდას თუ სახელმწიფო სტრუქტურებში თანამდებობის მიღება სურდა, მას უნდა ჩაებარებინა სახელმწიფო გამოცდები და ამ სახელმწიფო გამოცდებში უპირველეს ყოვლისა ეს იყო კონფუცის მოძღვრების ცოდნა, წერა-კითხვის ცოდნა სრულ ყოფილად,
კონფუცის იდეების ეს ვთქვი და ასევე მათემატიკის ცოდნასაც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა, იმიტომ რომ თვლიდა და ალბათ ასეც არის, რომ მათემატიკის შესწავლა და ცოდნა ეს ადამიანის გონების გახსნას ხელს უწყობს, უფრო აფართოვებს მის გონებრივ შესაძლებლობებს და ასე შემდეგ. რაც შეეხება ახლა რელიგიურ მომენტს, ხო? კონფუციზმი ვთქვით და ეს ცნობილი ამბავია, რომ ფილოსოფიური მოძღვრება გახლავთ უპირველეს ყოვლისა, მაგრამ გადის საუკუნეები და საკმაოდ უკვე ახალი წელთაღრიცხვის ეს არის პირველი, მეორე საუკუნე უფრო, როდესაც ნელ-ნელა ის რელიგიურ ელფერსაც იღებს და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი ექსპორტირება ხდება მეზობელ ქვეყნებში, სადაც ადგილობრივ რელიგიურ წმენა წარმოდგენებში გარკვეული სინკრეტიზაცია ხდება აი ამ კონფუცის მოძღვრებებისა. თავად აი რელიგიური საკითხები როგორ იყო? აი თავად კონფუცი იმ ქვეყნიური ცხოვრებით ნაკლებად ინტერესდებოდა. თავარი იყო აი ამ ქვეყნიური ცხოვრება, მიწიერი ცხოვრება ადამიანისათვის წარმატებული, რა თქმა უნდა, და არ ცნობდა ესე იგი ის აი ამ ჯოჯოხეთს, სამოთხეს, მაგრამ ტრადიციებს აქცევდა განსაკუთრებულ ყურადღებას და მისი სიტყვებია, რომ ყველაფრის გასაღები უნდა ვეძებოთ ჩვენს ტრადიციებში და ჩვენს წარსულშიო. სხვათა შორის აი ეს პოსტულატი მერე ამითი დაუპირისპირდება ის სხვა მოძღვრებებსაც, როგორც ჩინეთში, ისევე მის საზღვრებს მიღმა. და ასევე კონფუციონისტები იყვნენ ძალიან ესეთი ფანატიკოსები იმ გაგებით, რომ მათ მალევე მოიპოვეს სახელმწიფო სტრუქტურებში თავიანთი ბერკეტები გავლენა თითქმის ყველა სფეროში. ანუ ეს იყო არა მხოლოდ იდეოლოგია, არა მხოლოდ ფილოსოფია ან რელიგია, არამედ ჩაბმულნი იყვნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეკონომიკაში და ძალიან ფხიზლად ადევნებდნენ თვალს, რომ არ მომხდარიყო რაღაც გადახრა აი ამ კონფუცის მოძღვრებიდან და ისიც მანიშნებელია, რომ ყველაფერი უცხოურს, აი მე აქ როდესაც შემოაღწია, ვთქვათ, ბუდიზმა და რაღაც კონკურენციას უწევდა გარკვეულწილად უკვე კონფუციზმს, კონფუციონისტები უწოდებდნენ ყველა მათ ბარბაროსებს და ზოგადად ჩინელებს ყველა მის საზღვრებს მიღვა და უცხოელებს და უცხო რაღაცა მოძღვრებას ყველაფერს ბარბაროსულს უწოდებდნენ და მხოლოდ თავიანთი ყველაფერი ჩინური, ეროვნული მიაჩნდათ საუკეთესოდ და თავად თავიანთ ქვეყანასაც ხო უწოდებდნენ რას ძველი ჩინელები ცენტრალური შუა სახელმწიფო და თვითონ სახელწოდებაც ხო ჩინურად ჭუნკუო არა, სწორედ ითარგმნება როგორც შუა ცენტრალური სახელმწიფო და ცის ქვეშეთი ასევე ეძახდნენ თავიანთ ქვეყანას, ეს იმას ნიშნავდა, რომ ესე იგი სამყაროს ცენტრი, ზეცის ცენტრი, ზეციდან ცენტრი იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩინეთი. თუმცა კონფუცის სიტყვები იყო ისიც, რომ კარგი რამ ბარბაროსებისგანაც შეიძლება რომ ისწავლოთო, მაგრამ მისი აი ეს მოწაფეები და მისი მიმდევრები ამას არაფრად აგდებდნენ ეგეთ აი ამ პოსტულატს და ყველა არა კონფუციონისტს და მით უმეტეს ყველა უცხოურს ისეთი ძალიან სკეპტიკურად უდგებოდნენ. საეკლესიო ამბები თავად კონფუცის სიცოცხლეშივე ეს არ იყო, იმიტომ რომ თავად ეკლესიის როლს სახელმწიფო სტრუქტურები არსებობდნენ, ასრულებდნენ მისი გაგებით საიმპერატორო კარი და თქვი ისიც, რომ
გაბატონებული კლასის ინტერესებს გამოხატავდა, მაგრამ იმავდროულად ოჯახი ეს იყო მისი მოძღვრების თანახმად პატარა სახელმწიფო, რომელშიც უფროსი კანონების დამდგენელი და წესების დამდგენელი იყო ოჯახის უფროსი, რომელიც ასევე ასრულებდა არაოფიციალურად საეკლესიო უმაღლესი პირის სტატუსს ოჯახში. თუ კი არ იყო ოჯახის მამა, მაშინ უფროსი ძმა. ანუ ვთქვით ეგანაც და გავმეორდები, რომ ქალის როლი, ქალი ზოგადად ყველანაირად დაკნინებული გახდათ მის მოძღვრებაში. არსებობს გადმოცემა, რომ ჩაის ცერემონია, როგორც განსაკუთრებული ხელოვნება, სწორედ კონფუცის ეკუთვნის ეს ჩაის კულტურის, ჩაისმის ცერემონიის აყვანა ხელოვნების რანგში და როცა ეკითხებოდნენ, რის გარეშე ვერ გაძლებს ჩინელიო, მისი პასუხი იყო, რომ ჩაის გარეშე ვერ გაძლებსო და ჩაისთან ერთად უყვარდა ძალიან ქლიავის ჩირი და მზესუმზირაო, ესეც წყაროებში ნათქვამი, ალბათ შეიძლება ლეგენდაა, შეიძლება ნამდვილია, ახლა ამას ჩვენ ვერ განვსჯით. და გადავიდეთ, შეიძლება მე მგონი ცოტა ვჩქარობ, რომ მოვასწრო ის ლაოძის ამბებიც. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მოძღვრება ჩინეთში ეს გახლდათ ტაოიზმი, ხო? ანუ მისი ფუძემდებელი გახლავთ ლაოძი. ლაოძი გახლდათ ჩინელი მისი კონფუცის უფროსი თანამედროვე და განსხვავებით კონფუცისაგან მის შესახებ უფრო ბუნდოვანი ცნობები არის, იმდენად ბუნდოვანი, რომ ზოგიერთი მკვლევარი, მეცნიერი, გნებავთ ჩინელი და გნებავთ არაჩინელი მას ლეგენდარულ პიროვნებად მიიჩნევს, მაგრამ რა თქმა უნდა, უმეტესობა და ისტორიოგრაფიაში მიღებული თვალსაზრისით ეს ადამიანი რა თქმა უნდა არსებობდა და როგორც ვთქვი, არანაკლებ დიდი ფილოსოფოსი გახდათ. და დაახლოებით მისი ბიოგრაფიული გითხარით, რომ ბუნდოვანებით არის მოცული და ყველაზე უფრო განვრცელებული ვერსიის თანახმად ის დედის მუცელში იყო რამოდენიმე ათეული წელიო, სახელდება 72 ან 82 წელი. და როდესაც გაჩნდა, ეს იყო უკვე ბავშვი, მაგრამ გაჭაღარავებული და ესეთი მოხუცის სახით, არა? და აქედან მოდის სწორედ მისი სახელიც ლაო-წი, ანუ მოხუცი ბავშვი, ხო? მოხუცი ხო, ეგეთი ის არის. ნუ რა თქმა უნდა, ესეც ისეთი ლეგენდაა და იცოცხლაო 200 წელი იცოცხლა და ძალიან დაპირისპირებული, აი ჩემს მიერ განხილული და წარმოდგენილი კონფუცისაგან. თურმე ერთხელ არა ორჯერ მოხდა მათი შეხვედრა. პირველი ეს იყო ძველი წელთაღრიცხვის 517 წელს, როდესაც უკვე ღრმად მოხუც ლაოძის ესტუმრა კონფუცი აი ამ ფილოსოფიურ საკითხების გასარჩევად და დისპუტისათვის თავის მომხრეებთან ერთად და რამოდენიმე საათი თურმე ისაუბრობს, ამტკიცებს თავისი მოძღვრების, ასე ვთქვათ, დადებით მხარეებს წარმოაჩენს და რომ დაასრულო ლაოძი უსმენდა უხმოდო. ამის შესახებ გვიამბობს ჩინელების დიდი მემატიანე ისტორიკოსი სიმა ციენი, ეს მათი ძალიან ისეთი პოპულარული და ყველაზე დიდი მემატიანე გახლავთ და სწორედ სიმა ციენი თავის ნაშრომში, ისტორიულ ჩანაწერებში მოგვითხრობს აი ამ შეხვედრის დეტალებს და როდესაც ამ კონფუციმ დაასრულა ეს თავისი საუბარი თუ დისპუტი თუ მტკიცება თავისი ისტორისა, ლაოძიმ უკმაყოფილო სახით მიუგო, რომ მოძღვარო შენი საუბარიო მეო დაფთაფების უაზრო ბრახულს მაგონებსო და შენ ამით
ხოლო აწუხებ ადამიანებს და ჯობს დადუმდეო და ეს რამხელა შეურაცხყოფა იყო კონფუცისთვის და მისი მომხრეებისთვის კიდევ უფრო დაუპირისპირდა ერთმანეთს ეს ორი მოძღვრება და თურმე კიდევ მეორე შეხვედრაც ყოფილა, არანაკლებ ესეთი ნეგატიური შედეგებით, რა თქმა უნდა. და რა იყო ახლა ესეთი ამ ლაოძის მოძღვრებაში და რით ღიზიანდებოდა ის ასე ძალიან კონფუცის მოძღვრებისაგან, ხო? რა იყო და აი ეს სახელწოდება ხო მის მოძღვრებას ეწოდება ტაოიზმი, ხო? ტაო ეს არის გზა, გზა. ანუ მოძღვრება გზის შესახებ. ბუნების გზა, რომელიც გახლავთ უსასრულო გზაო და ამ გზაზე მოძრაობს ადამიანი. უსასრულოა და ყველაფრის ფუძე, ყველაფრის საწყისი და დასასრულიც გახლავთ სწორედ ეს ტაო, ანუ ტაოიზმის სახელწოდებაც აქედან მოდის, აი ეს გზა. ლაოძი ქადაგებდა, რომ ადამიანი არ უნდა ჩაერიოს ბუნების კანონებში. ის კიდევ ხო პირიქით, კონფუცი პირიქით, რომ ესე უნდა იყოს, მართველი ესეთი უნდა იყოს, მდიდარი ესე უნდა იყოს, ღატაკი ესე უნდა იყოს. ანუ ლაოძი სრულ თავისუფლებას ანიჭებს ყველას, თავიდან არჩევანში, თავის ცხოვრების წესში და ზოგადად ბუნების კანონებში ადამიანი არ უნდა ჩაერიოს. უпростоრად ის ქადაგებდა უმოქმედობას, მაგრამ უმოქმედობაში არ იგულისხმებოდა, რომ ესე გულხელდაკრეფილი უნდა იჯდეს ადამიანი და არაფერი აკეთოს საერთოდ, არამც და არამც. ანუ ბუნების კანონებში ჩარევა იგულისხმებოდა ეს თქვათ სტიქიასთან, ასე ვთქვათ, აი მაგალითად დინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით არაფერი არ უნდა გააკეთო. ანუ რაც ხდება, იმას ხელი არ უნდა შეუშალო, იმიტომ რომ ეს ბუნებამ შექმნა, ბუნების კანონია და ესეც უნდა იყოს. მაგრამ ტაოიზმში რა იყო ახლა კიდევ საინტერესო, რომ ეფუძნებოდა მარჩიელობებს, მკითხაობას, წინასწარმეტყველებას, აი ესეთ რაღაცებს და უფრო ადამიანის გონებას, ადამიანების, ასე ვთქვათ, ცოდნისკენ სწრაფვას უფრო ანელებდა, უფრო აჩლუნგდებდა უბრალო ადამიანების, ასე ვთქვათ, გონებრივ განვითარებას და მხოლოდ აი ეს მკითხაობა, ესეთი წინასწარმეტყველება, მარჩიელების ინსტიტუტის განვითარება და ესეთი რაღაცეები. მაგრამ იზიდავდა კიდევ ხალხს, ადამიანებს რითი. მასში იყო ჩადებული უკვდავების ელიქსირის არსებობის რეალობა. ანუ მისი მოძღვრების თანახმად შორეულ მთებში იქეთ ცხოვრობდა 8 მაგი, რომლებმაც მიაღწიეს უკვდავებას და საჭირო იყო მხოლოდ მოპოვება და მიღწევა და ამ უკვდავების ელიქსირის მოპოვება და არა მხოლოდ დაბიო ხალხი, არამედ იმპერატორები თურმე შორეულ ექსპედიციებში აგზავნიდნენ თავიანთ ქვეშევრდომებს, სტოვრებს თუ შიკრიკებს შორეულ მოგზაურობებში, რომ ეს უკვდავების ელიქსირი ჩამოეტანათ. და რა თქმა უნდა ეს უშედეგოდ სრულდებოდა, თითქმის უკანაც ვეღარავინ ბრუნდებოდა, ისეთი შორეული გეოგრაფიული ადგილები იყო მიჩენილი და მითითებული და პირველი იმპერატორი, რომელიც გახდათ ცინში ხუანდი, ჩინეთის გამაერთიანებლად წოდებული და ცენტრალიზებული პირველი იმპერიის შემქმნელი, ეს ცინში ხუანდი იყო პირველი იმპერატორი, რომელმაც იწამა ეს უკვდავების ელიქსირის არსებობა და მერე მომდევნო დინასტიების იმპერატორებიც კარგ ხანს ამ იდეას იზიარებდნენ და აგზავნიდნენ თავიანთ, როგორც მოგახსენებთ, ქვეშევრდომებს ამ შორეულ მოგზაურობებში. საბოლოო ჯამში აი ეს ტაოიზმი უფრო გამოხატავდა ხალხთა მასების ინტერესებს. არ აღიარებდა ის საზოგადოების დაყოფას დიდრებად და ღარიბებად,
ყველა ფენა მიაჩნდა ზეთის წინაშე თანაბარი უფლებების მქონედ და კიდევ აი ამ კომპოებისი ტაოიზმის პროდუქტი თუ ის გახლავთ ასევე აი ამ მოძღვრებაში ჩადებული ინი და იანგი, ანუ მე მგონი ეს ყველას გსმენიათ, ხო? ეს თეთრი და შავი ერთმანეთში რო არის ჩამჯდარი ეს ხო, ეხლა გავშიფრავ მაგას, ეს გახლავთ სწორედ ტაოიზმის ანუ ლაოძის მიერ ჩადებული თავის მოძღვრებაში, ინი გახლავთ ყველაფერი ბნელის, ყველაფერი შავის, მიწიერის, მთვარის სიმბოლო და ქალის მდედრობითის განსახიერება. იანგი კი ყველაფერი ნათელი, მზე, დღე, სინათლე და მამაკაცური საწყისი. ანუ ეს გახლავთ ორი ძალიან ურთიერთ დაპირისპირებული ხო ფილოსოფიური სეგმენტები, იანგი და ინი, მაგრამ იმავდროულად ისინი ერთმანეთის გარეშე ვერ არსებობენ. ბალანსი უნდა იყოსო მათ შორის, ანუ ოდნავი დარღვევაც აი ამ პროპორციისა და ბალანსის ან ერთის წინააღმდეგ ან პირიქით მეორეს პრეროგატივობით იწვევს სწორედ აი ამ სამყაროში სხვადასხვა ბუნებრივ კატაკლიზმებს, უბედურებებს, ავადმყოფობებს, საშინელ სტიქიას და ასე შემდეგ. ამიტომაც საჭიროა აი ცხოვრებაში ადამიანმა დაიცვას ეს ბალანსი, ოქროს შუალედი იმისათვის, რომ ეს ინი და იანგი გახდნენ აი ესეთ იმაში თანაბარ იმაში პოზიციებში უნდა იყვნენო. ეს ინი და იანგი მერე გავრცელდა სხვათა შორის სხვა მოძღვრებებშიც, მთელ მსოფლიოში და დღესდღეობითაც ეს ინი და იანგი ძალიან ისეთია პოპულარული იმ გაგებით, რომ გამოიყენება მედიცინაში, ხელოვნებაში, სხვადასხვა სფეროებში, ფილოსოფიებში, რა თქმა უნდა და ესე შემდეგ. ლაოძიმ ხა საბოლოო ჯამში მანაც ნაშრომები რა თქმა უნდა ჰქონდა მას, მაგრამ მთავარი გახლავთ მისი ნაშრომი ტაო ტე წინგ, ხო, რომელიც ქართულადაც არის დათარგმნი, გამოცემული ტაო ტე წინგი, წიგნი გზისა და სათნოებისა, ხო, ტაო ვთქვით, რომ გზას ნიშნავს. და თურმე ლაოძიმ, როდესაც ქვეყანაში აირია სიტუაცია, მან გადაწყვიტა, რომ დაეტოვებინა ჩინეთი და წასულიყო ინდოეთში, იმიტომ რომ ინდოეთი ძველთაგანვე ძალიან ისეთი სიბრძნის და საოცრებების ქვეყანად აღიქმებოდა და ჩინელებისთვისაც და მან გადაწყვიტაო, რომ წასულიყო ინდოეთში და როდესაც ის ტოვებდა ჩინეთის საზღვარს, თურმე გუშაგებმა ის იცნეს და ისიც გაიგეს, რომ მას უკან დაბრუნება აღარ სურდა და სთხოვეს, რომ თავისი ნაშრომი, თავისი იდეები და აზრები დაეტოვებინა თავის სამშობლოში, იმიტომ რომ მასაც ეს დაწერილი სახით არ ჰქონდა და ზეპირი გადაცემების სახით ვრცელდებოდა და მართლაც მან 5000 სიტყვა დაწერაო, 5000 ესე იგი იეროგლიფები, თქვენ იცით რომ ერთ ასოსან ბგერას კი არ ნიშნავდა, ხო, ან სიტყვას მარცვალს და ის ბევრის მომცველი იყო და უხმოდ იქვე დაწერაო ეს 5000 იეროგლიფი და დაუტოვა აი ამ გუშაგებს. ამის შემდეგ უკვე წყდება მის შესახებ რაიმე ინფორმაცია და დამკვიდრებული აზრით სამეცნიერო ლიტერატურაში ის აღარც დაბრუნებულა თითქოს და ჩინეთში, იმიტომ რომ ჩინეთში მის შესახებ უკვე არანაირი ინფორმაცია აღარ გახდა ცნობილი და ეს მისი ნაშრომი, როგორც გითხარით, ტაო ტე წინგი, მერე მისმა მოწაფეებმა, მისმა მიმდევრებმა განავრცეს და გაავრცელეს და ესე შემდეგ.
და ბოლომდე ეს ტაოიზმი და კონფუციზმი იყო ერთმანეთთან დაპირისპირებული საუკუნეთა მანძილზე და ისევე როგორც კონფუციზმი, ეს ტაოიზმიც მომდევნო საუკუნეებში ტრანსფორმირდა უკვე რელიგიადაც, მაგრამ რა თქმა უნდა, ის პირველ რიგში ფილოსოფიური მოძღვრება გახლავთ. ამის შემდეგ კი არა, პარალელურად მესამე მოძღვრება ვნახოთ ახლა ფილოსოფიურ რელიგიური მოძღვრება, ეს არის ლეგიზმი. ანუ კანონები, სხვანაირად კანონების სკოლა, ლეგისტების სკოლა, ეგეთი დასავლეთში ეგეთი სახელწოდებით გავრცელდა და რა არის ახლა ეს ლეგიზმი და როდის აყვავდა იმაში ჩინეთში. ის მეოთხე საუკუნეში წარმოიშვა ძველი წელთაღრიცხვისა. ანუ ცოტათი უფრო გვიან ამ ჩემს მიერ განხილული მოძღვრებებიდან და ესეთი მისი ასე ვთქვათ ფრთების გაშლა მოხდა აი პირველი გამაერთიანებელი იმპერატორი რომ ვახსენე ინ-ჭენგი, ხო? ინ-ჭენგი გახლავთ იგივე ცინ ში ხუანგდი, ხო? გახსოვს ეს. ეს ინ-ჭენგი გახლდათ მეგობრებო ცინის დინასტიის ფუძემდებელი და ეს დინასტია მართალია ხანმოკლე იყო, მხოლოდ მესამე საუკუნის ათეული წლები იყო არსებობდა, მაგრამ რითი არის განსაკუთრებით ცნობილი და ესე ვთქვათ პოპულარული. იმით რომ სწორედ აი ამ ცინ ში ხუანგდმა დაიწყო ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა, მან ჩაუყარა საფუძველი ძველი წელთაღრიცხვის 214 წელს და მეორე დიდი ეს მსოფლიო მნიშვნელობის შედევრი, ხო, ჩინელების ცივილიზაციის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და მეორე ასევე თქვენთვის ცნობილი ტერაკოტას არმია, ხო? აი ზუსტად ეგეც მისი აკლდამის ნაწილია და ეხლა ჩვენ რა კი მოძღვრებებზე ვსაუბრობ, დაუბრუნდები ისევე ლეგიზმს. ლეგიზმი ახლა მეოთხე საუკუნეში წარმოიშვა, როგორც გითხარით, მას უკვე არა ერთი ავტორი, არამედ რამოდენიმე ფილოსოფოსი უდგას სათავეში, თითქოს და რეფორმატორები იმ პერიოდისა, მაგრამ აი, როდესაც ხელისუფლების სათავეში მოვიდა ეს ინ-ჭენგი, რომელიც იყო ცნობილი ძალიან დესპოტი, ძალიან მკაცრი, ძალიან სადისტი, მოკლედ ყველანაირი ესეთი ადამიანური უარყოფითი თვისებებით შემკული სამაგიეროდ მან შექმნა ცენტრალიზებული პირველი იმპერია ჩინეთისა და აი ეს ლეგიზმი ქადაგებდა რას? უმკაცრეს კანონებს, უმკაცრეს სისხლის სამართლის კანონებს, უმკაცრეს სასჯელებს, რომ სახელმწიფო უნდა ეფუძნებოდეს სამხედრო დიქტატურას, სამხედრო თავარი იყო სამხედრო ძალების სკოლა და რომ იმპერატორი ქვეყანას უნდა გადანგებდეს ძალისმიერი მეთოდებით. და ესეთი პოსტულატები იყო, რომ თუ კი ომი აღმოფხრის ომს, მაშინ ომი სასარგებლოა და საჭიროა. ან თუ მკვლელობა აღმოფხრის სხვა დანაშაულებს, ესე იგი მკვლელობაც საჭირო და მისაღები გახლავთ. ანუ ძალიან ესეთი აი ამ კანონების წინაშე ყველა თანასწორი უნდა ყოფილიყო. იქნებოდა ის იმპერატორი, იქნებოდა ის მდაბიო თუ საშუალო ფენა თუ ნებისმიერი ადამიანი უნდა მორჩილებდესო აი ამ უმკაცრეს კანონებს და აი როდესაც ეს ინ-ჭენგი გამეფდა, როდესაც გახდა იმპერატორი და ეს ცინ ში ხუანდი ტერმინიც თავად მოიგონა და თვითონ დაირქვა ეს ასე ვთქვათ ტიტული, იმიტომ რომ გავრცელებულიყო აი როგორც პირველი, ხო, პირველი გამაერთიანებელი ცინის იმპერატორი. და აი ამ ცინ ში ხუანდის ინტერესებს მის ფსიქოლოგიურ პორტრეტს ძალიან უდგებოდა სწორედ ეს ლეგიზმი,
და დაეფუძნა უკვე როგორც სახელმწიფო რელიგიად, მან გამოაცხადა ეს ლეგიზმი, მაგრამ თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი ეს კონფუციზმი სამაგიეროდ მოექცა რეპრესიების ქვეშ. და ამ ციხეში ხვანდმა დაიწყო სწორედ კონფუციზმის აღმოფხვრა, კონფუცისტების დევნა, რეპრესიები, კონფუციანური ლიტერატურის განადგურება და მოკლედ ძალიან მძიმე პერიოდი აი ჩინეთის ისტორიაში ეს ერთადერთი პერიოდი იყო, რომ კონფუციზმმა ესეთი პრესი და ესეთი რეპრესიები განიცადა. და ეს ციხე-ხვანდი იმდენად ესე იგი შეიძულა ხალხმა ამ თავისი ესეთი საშინელი სიმკაცრის გამო და დესპოტური მმართველობის გამო ჯერ ესეთ საშინელი სადამსჯელო ისინი დაწესდა მაშინ, რომ აი ადამიანების შუაზე გახლეჩვა, ნეკნების ამოგლეჯვა, ცოცხლად დამარხვა და ნუ რაღაც 1000 საშინელებები აღარ ჩაუღრმავდები ამას და თავადაც ხედავდა, რომ ხალხს ის ძულდა და უკვე პარანოით იყო შეპყრობილიო, რომ მას რაღაც მოკლავდნენ და ამის ცდილობდა არაერთხელ იყო და უკვე ბოლო პერიოდში ერთ ადგილას ღამეს აღარ ათევდაო და 700-მდე სასახლე ააშენაო, სადაც მოკლედ სხვადასხვა ადგილებში ათევდა ღამეს, მაგრამ იმავდროულად ის ხუნებს ებრძოდა და სწორედ ხუნების განდევნის მერე გადაწყვიტა მან, რომ ჩინეთის შემოევლო ეს უზარმაზარი დიდი კედლის გრანდიოზული მშენებლობა წამოიწყო მან. ეს კიდევ ცალკე თემა არის, როგორი შედევრი არის ეს დიდი კედელი არქიტექტურული თვალსაზრისით, ისტორიული, პოლიტიკური და ასე შემდეგ. და მერე მომდევნო ხანებში ყველა ახალი მომდევნო იმპერატორი იწყებდა თავის ზეობას იმით, რომ ამ დიდ კედლის გაგრძელება, შეკეთება, გალამაზება და ესე შემდეგ. ასევე მანვე თავის სიცოცხლეშივე აიგო თავისი აკლდამა, ხო? და თვლიდა ის, რომ იმ ქვეყნადაც სულ ომებში იქნებოდა და აი ეს ტერაკოტას არმია, რომელიც მართლაც საოცრება გახლავთ, ათასობით ჯარისკაცი გამწკრივებული, იქ მხედრები, საბრძოლო ეტლები, ქვეითები და რითი არის ახლა ეს შედევრად აღიარებული არა მარტო მასშტაბურობით, რომ ამხელა და ამდენი არიან, ხო? აი თითოეული ეს ჯარისკაცის აღჭურვილობა, იერსახე, ჰაბიტუსი, ყველა ინდივიდუალური სახით არის გამოსახული, ესე იგი, იმდენად სკრუპულოზურად არის და ესეთ შემთხვევით იქნა აღმოჩენილი ეს ტერაკოტას არმია 70-იან წლებში მე-20 საუკუნისა, როდესაც ჭის გათხრის დროს უბრალო გლეხებმა ჭის ამოთხრის დროს გამოჩნდა აი ამ ჯარისკაცის 1, 2, 3 თავები და რაც უფრო სიღრმეში და გადაიშალა ეს რაღაც მართლაც უნიკალური საოცრება და მერე რა თქმა უნდა მთელი მსოფლიოს არქეოლოგები თუ სწავლულები თუ მეცნიერები ჩავიდნენ და დაიწყეს იმის ათვისება, შესწავლა და როგორც ამბობენ ახლა ტერაკოტას არმია რაღაც სოკოს დაავადებით არის შეპყრობილი და ამაზეც დიდი ის არის, რომ როგორ განკურნონ, როგორ ქიმიური რაღაც საშუალებები და ესე შემდეგ. ერთი სიტყვით ეს ყველაფერი მოვაყოლებ ლეგიზმს, იმიტომ რომ არ შემეძლო რომ ესენი არ მეხსენებინა, რადგანაც იმ პერიოდში ჯდება ქრონოლოგიურად და ლეგიზმას რა აბედი ეწია ახლა ლეგიზს ამ ციხე-ხვანდმა რო ააყვა და ესეთი განავითარა და ესეთი სხვა ისინი ყველაფერი მოსპოლ ტაოიზმზე ხო აღარ არის ლაპარაკი 210 წელს ძველი წელთაღრიცხვით ის გარდაიცვალა და მალევე მერე მისი შვილები ერთმანეთთან ბრძოლაში ამას მოყვება დიდი აჯანყება და 206 წელს დაემხო კიდევაც ეს დინასტია
დაემხო და ამით დასრულდა ლეგიზმიც, ასე ვთქვათ, სახელმწიფო რანგში მისი ბატონობა. და დარჩა ხო ისედაც წარმოუდგენელი იყო, რომ კონფუციზმისა და ტაოიზმის გვერდით მას დიდხანს ეარსება, იმდენად ის იყო. მისი გარკვეული პოსტულატები შეერწყა კონფუციზმს, ნაწილი კი საერთოდ აღმოიფხვრა, მაგრამ რა თქმა უნდა ის არსებობს და უკვე როგორც უბრალოდ ფილოსოფია, როგორც შესწავლის ობიექტი და დღესდღეობითაც მეცნიერები და სპეციალისტები, რა თქმა უნდა, ფილოსოფოსები უფრო აი ამ ლეგიზმის ამბებს შეისწავლიან და ესე შემდეგ. და მეოთხე მთავარი მოძღვრება, თავისი მნიშვნელობით უფრო ნაკლები, რომელიც რელიგიად არ გარდაქმნილა, ეს იყო მოიზმი, ხო? მისი ავტორი გახდათ მო წი, ეგ არის მეოთხე საუკუნის ძველი წელთაღრიცხვის პროდუქტი, ესე ვთქვათ, ის დამფუძნებელი იყო მო წი, რომელმაც ასევე მისი მოწაფეების მოგროვილი მასალით მათი აი ამ მოძღვარის აზრებისა და იდეებისა მოძღვარი მოსწიგნი, ეგრე ქვია, სადაც წარმოდგენილი არის აი ამ მოს აზრები და იდეები და მთავარი მოკლედ ვიტყვი, რომ ძალიან არ გამიგრძელდეს და თავი არ შეგაწყინოთ. გადაგებდა რას? ეს იყო ძალიან ჰუმანური, ძალიან კეთილმოსურნე მოძღვრება, რომელიც გადაგებდა საყოველთაო სიყვარულს ადამიანებს შორის, რომ ყველას ერთმანეთი უნდა უყვარდეს, ყველა ერთმანეთის მიმართ უნდა იყოს კეთილგანწყობილი და სწორედ ეს შექმნის ჰარმონიულ გარემოს, ჰარმონიულ ცხოვრებას, ბედნიერ გარემოს და ზოგადად ქვეყანასაც ეს მოუტანსო ბედნიერებას. აი ძირითადი გახდათ ეს. და მანაც რა თქმა უნდა ვერ გაუძლო ჭიდილს კონფუციონიზმთან და ტაოიზმთან, უფრო კონფუციონიზმთან და მხოლოდ 2 საუკუნე იარსება დამოუკიდებლად და მერე გარკვეულწილად შეერწყა ის ტაოიზმთან მოხდა მისი შერწყმა. ყოველ შემთხვევაში ისიც ვერანაირად ვერ მოერგებოდა დიდხანს ჩინურ საზოგადოებას, ყველაზე უფრო მისაღები მაინც და ესე გამჯდარი გახდათ და გახლავთ კონფუციზმი ჩინეთში, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მოგეხსენებათ, რომ დღესდღეობით ჩინეთი არის კომუნისტური სახელმწიფო, ხო, ათეისტური, ასე ვთქვათ, იქ რელიგიას ესე სერიოზულად და იმათ არანაირად არ უდგებიან და არ აღიქვამენ, თუმცა მათი კონსტიტუციით რელიგიის მიმართ ესეთი მოპყრობა და რაღაცა ზეწოლა რომელიმეზე კანონით აკრძალული გახლავთ, მაგრამ ის რაც აქვთ ეს ტაძრები უფრო მეტად ეს ბუდისტური, კონფუციანური, ამას ყველაფერს ძალიან უფრთხილდებიან, როგორც კულტურულ მონაპოვარს, ისტორიულ ძეგლებს და აი წეგან ჩინეთში ყოფნაც ვახსენე, აი იმის მიუხედავად, რომ ათეისტური სახელმწიფო, აი დღესაც დგამენ კიდე კონფუცის უზარმაზარ ძეგლებს, კონფუცის ცენტრებია, კონფუცის სასწავლებლები, სამეცნიერო ინსტიტუტები და რა ვიცი, კონფუცი არის მაგათთვის, რა ვიცი, ყველაფერი და კონფუცის გამონათქვამები და აზრები ცალკე წიგნებიც არის კონფუცის ბრძნული გამონათქვამებით. და ბოლოს ბუდიზმი უნდა ვახსენო უბრალოდ, იმიტომ რომ გონი დროც ამოგვეწურა, იმიტომ რომ ბუდიზმი მოგეხსენებათ უძველესი მსოფლიო რელიგია, ინდოეთში ჩაისახა და ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში შეაღწია ჩინეთში, თავდაპირველად მას დაბრკოლებები შეხვდა იმის გამოთ, რომ დახვდა ესეთი ტრადიციული და ღრმად ფილოსოფიური მოძღვრებები, ხო? კონფუციზმისა და ტაოიზმის სახით და გარკვეული
დროის მანძილზე მოკლედ ვერ იკიდებდა ფეხს. წინააღმდეგობები შეხვდა, მაგრამ გადის დრო, ეს არის უკვე ახალი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეები და ბუდიზმი იმდენად პოპულარული ხდება და იმდენად ვრცელდება ჩინურ საზოგადოებაში, რომ ის სახელმწიფო რელიგიის რანგში წადის და მიჩნეულია, რომ ჩინეთი ბუდიზმის მეორე სამშობლოაო და ჯერ ესეთი ბუდიზმმა შეიტანა ჩინეთში არაჩვეულებრივი ახალი არქიტექტურა, ულამაზესი ფერადოვანი ტაძარ მონასტრები, პაგოდები, ხო? და ის რაც აკლდა ვთქვათ, აი ეს გამომსახველობა კონფუციზმს და ტაოიზმს შეიტანა ბუდიზმმა, იმიტომ რომ ბუდიზმს მოჰყვა მუსიკა, ბუდისტური მუსიკალური ხელოვნება, ფერწერა, ბუდისტური არქიტექტურა და აი ეს რაც თქვია ეს ტაძარ მონასტრების გაფორმება, რომელებიც ინდოეთში არ იყო ეგეთი ფერადოვანი, მხოლოდ ჩინეთში განიცადა ხო გარკვეული ტრანსფორმაცია და უკვე ეროვნულადაც მიიჩნეოდა, მაგრამ მთლიანობაში ესე საუკუნეებს რომ მივყვეთ, ერთი რომელიმე მათგანი არ ყოფილა დომინანტური. სამი მოძღვრება, სამი რელიგია, თავად ჩინელები ესე თვლიდა და თვლიან კონფუციზმი, ტაოიზმი და ბუდიზმი და ბუდიზმი დღესდღეობით გახლავთ ძალიან გავრცელებული ჩინეთში, როგორც გითხარით, ჩინეთი იმოდენაა, რომ ახლა მართალია ათეისტური ქვეყანაა და კომუნისტური, მაგრამ რასაც ქვია აი ბუდისტური საეკლესიო იერარქია, ეს ღვთისმსახურება, ეს ყველაფერი იმდენად საოცრად მხატვრული და იმდენად ფერადოვანი და იმდენად დიდარია, რომ აი ამ მხრივ ის აი ამ თავისი იმითი ვიზუალური იმითაც ძალიან მიმზიდველი და პოპულარული გახლავთ. რა ვიცი, გავჩერდები ახლა, იმიტომ რომ როლებში თუ შევედი, შეიძლება კიდე და კიდე ვისაუბრო და დროში. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის თქვენი ლექცია. ჩვენთვის გასაგებ ენაზე იყო. წაკითხული, დიდი მადლობა ამისთვის. მე ვარ ელზა ბებია. ჩემი დაინტერესება ჩინეთით, ჩინურენოვანი გიდი ვარ და ამიტომ ყველაფერი მაინტერესებს ჩინეთზე. ძალიან ბევრ სტუმრებს ვხებულობ წლის განმავლობაში და სიმართლე გითხრათ, მთელი ამ წლის მანძილზე არც ერთი რომელიმე რელიგიის მიმდევარი ჩინელი არ შემხვედრია. ძირითადად ათეისტური დამოკიდებულების ახალგაზრდები განსაკუთრებით. აი მე მაინტერესებს ქალბატონი ნანა ესეთი რამ, აი მაგალითად იგივე თვითონ კონფუცის, აი კონცი და იგივე ლაოცი ეს არის შერქმეული ხო როგორც გავიგე, ანუ მათი რომელ დინასტიას ეკუთვნოდნენ, ვინ იყვნენ და რა რეალური სახელი და გვარი ჰქონდათ, ამის შესახებ არ გვაქვს ხო ინფორმაცია ამ ადამიანებზე. არა, დინასტიას როგორ ესე იგი მაგ დროს ეგნი რო ცხოვრობდნენ, იყო ჭოუს დინასტია ჩინეთში. ორივე ჭოუს წარმოადგენელი. ორივე ჭოუს დინასტიის პერიოდში იყვნენ, დიახ. მაგრამ თავად კონფუცი აი ხო გითხარით, კონცი, ხო? და კონფუცი გავრცელდა ევროპაში მისიონერებმა. ხო და მისი რეალური აი ჩინურად ჩინელები როგორც კონცი ესე იცი. ხო, კი. და რეალურად არ ვიცით ხო რა სახელი რა ერქვა და გვარი რა იყო მისი. ხო, ანუ ცნობილია მისი ევროპელებმა რაც შეარქვეს ის სახელი, ხო, როგორც კონფუცის ვეძახით და მთელი მსოფლიო. და აი ცინში ხუანდიზე კიდე ხა ყველაზე პოპულარული იმპერატორია, რა ვიცი, ყველაზე მეტი ამ ადამიანზე ვიცით და აი ჩვენ როგორც ვიცით, ანუ მე რაც ვიცი, მაგალითად იგივე ტერაკოტას არმიის შექმნის იდეა, ანუ გარკვეულწილად გარდატეხა იყო რა ცოცხალ ადამიანებს ატანდნენო მანამდეო და აი ცინში ხუანდი რაც არ უნდა თქვენ ძალიან როგორც სასტიკი ეს ადამიანი ესე აღწერეთ და სინამდვილეში მისი რეფორმა იყო რომ ცოცხალი ადამიანების და თუნდაც ცხენების გატანება ჩანაცვლდა აი ამ ტერაკოტას არმიით. ჯერ ცოცხლები უნდოდა ცოცხლები უნდოდა? მაგრამ გადაათქმევინეს. კი, ეგრეა. მაგრამ თუ გადათქვა, მაინც ვერც ერთ სხვა იმპერატორს ვერ გადაათქმევინეს და. ხო, კიდე მაქვს რაღაც კითხვები, მაგრამ სხვებმა დასვან და კი ბატონო, გესმენთ.
ხო და ისედაც თვითონვე მოიფიქრა აი ეს რაღაცა ისენი მახეები რომ არ გაექურდათ მის მერე თავისი აკლდამა რაღაცა არბალეტები ვინ შევიდოდა ისინი წამოვიდოდა რაღაცეები არის აღწერილი რომ ხელშეუხებელი დარჩენილიყო იქაურობა და თვითონ მისი საფლავი თლიანად ოქროს სარკოფაგი არის ისინი ხო არის ჯარისკაცები და ისინი და იქვე არის მაგისი დიდი დარბაზი ხო არ გინახია შენ ხო აი მით უმეტეს ეგ გინახია ხო და ვარსკვლავებით მოჭედილი ცასავით არის ჭერი და იატაკი თუ ძირი კიდე არის ჩინეთის მოხაზულობა იგივე დიდ კედელსაც ეძახიან გაშეშებული დრაკონიო თითქოს დაგრეხილი ზემოდან და დრაკონის ფორმა აქვს ხო დიდი კედელი ხო მადლობა ნუგზარ მღდელაძე ვარ მე ქალბატონ ნანა მეც მადლობას მოგახსენებთ ეს მართლა ძალიან საინტერესო იყო ყველაფერი რაც ვცანეთ დღევანდელი ჩინეთის მმართველობა კომუნისტურია მაგრამ თქვენ ხომ არ გაქვთ მოსაზრება ან ხომ არ არსებობთ ასეთი მოსაზრება რომ დღევანდელი პრეზიდენტი იგივე სი ძინპინი ხო რომელიმე აი ამ სამი რელიგიიდან ერთ-ერთის მიმართ უფრო სიმპათიურად არის განწყობილი ან კონფუცის მიმართ ან ბუდას მიმართ ალბათ თვითონაც არც ამ ჟღავნებს და არც არავინ იცის იმიტომ რომ იქ იმდენად ზოგადად მკაცრი რეჟიმია ყველა ვიღაცას ყველა ერთმანეთის ისინი იციან მით უმეტეს თანამდებობის პირები ფრთხილობენ აი თავიანთ მიკუთვნებულობას ან კონფუციის მიმართ ან ბუდიზმის მიმართ მალავენ ჩინელები აი როგორც აქ იყო კომუნისტების დროს მე მახსოვს ეკლესიებში რომ ვერ დავდიოდით გვეშინო და კომკავშირის კრებაზე რომ გაგვაშავებთ ესეთი რამე ხდება ჩინეთში ოფიციალურად არ ხდება მაგრამ მორიდება მორიდება არის ხო ეშინია დასაგები მადლობა დაუწერელ კანონად თქვენ თქვით რომ ბუდიზმს პირველ საუკუნეში შევიდა ბუდიზმი ინდოეთიდან და თავიდან შეხვდა წინააღმდეგობა იმიტომ რომ უკვე ტაოიზმი და კონფუციანიზმი ძლიერი იყო იქ თუმცა რაღაც პერიოდის მერე ძალიან პოპულარული გახდა აი ეს მაინტერესებს რამ განაპირობა შეცვლა ხო მათი ამ ბუდიზმის პოპულარიზაციის ზრდა და ხო არ დაემთხვა ეს რომელიმე ახალი დინასტიის აღზევებას ხო არ გამოყენებულა ინსტრუმენტალიზაცია უბრალოდ ეხა მე ბუდიზმზე აღარ ვისაუბრე და შევკვეცე კი არა საერთოდ არ მისაუბრია პრინციპში მოგახსენებთ ეხლა ჯერ წინააღმდეგობები რატო შეხვდა ეგ გავიგეთ და ვიცით ხო ეს კონფუციზმი აიქა და ტაოიზმი გარდა მაგისა თარგმანების პრობლემა იყო იმიტომ რომ ისინი იყო ძველ ინდურ ენაზე ბუდისტური სუტრები სანსკრიტზე და პალის ენაზე და თარგმანის პრობლემაც იყო ამიტომ ხალხი ადამიანები ვერ იგებდნენ ეს რა რელიგია იყო და რა იყო მაგრამ როდესაც უკვე დაიწყო აი ეს ბუდისტი მისიონერების დენა ასე ვთქვათ ჩინეთში მაშინ დაიწყო თარგმანები და უკვე უფრო რეალურად გაგება მისი არსისა გარდა მაგისა აი ეს არის მესამე საუკუნე როდესაც დაემხო ხანის დინასტია ეს არის ახალი წელთაღრიცხვის 220 წელი და ამის შემდგომ უკვე საკმაოდ ისე დონეზე გახლავთ ჩინეთი განვითარებული აი ამ მოძღვრებების უკვე ის ფილოსოფიური მოძღვრებები უკვე რელიგიებად არის უკვე ტრანსფორმირებული რომ
ბუდიზმში ახალი ხელისუფლება ხედავს ძალიან ხელსაყრელ იარაღს, იდეოლოგიურ იარაღს იმისათვის, რომ დაბალი ფენები მორჩილებაში ყავდეთ. რატო? იმიტომ რომ ბუდიზმი პირველ რიგში ქადაგებს და კითხავს წინააღმდეგობას, სოციალურ ბრძოლებს, ასე ვთქვა და სისხლის ღრას არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. ესე იგი, თუ შენ ხარ ღარიბი და ღატაკი, გრძალავს, რომ ისწრაფოდე უკეთესი ცხოვრებისაკენ, სიმდიდრისაკენ სწრაფვარ შეიძლება კითხავს უბრალოდ და ამდენად ეს იყო ძალიან მოხერხებული იდეოლოგიური იარაღი. გარდა მაგისა, ინდოეთი, რომელიც იყო ასევე არანაკლებ ძველი ცივილიზაციის კერა, ჩინეთისათვის იქედან წამოსული სიბრძნეც უკვე საინტერესო იყო, იმიტომ რომ ის ამბები უკვე უკან არის მოტოვებული, რომ არაფერი უცხოური არ გვინდა, ყველაფერი ისინი არიან უცხოური არის ბარბაროსული და ესე შემდეგ. და მართლაც ამან გაამართლა. ბუდიზმმა გააერთიანა მთლიანად უკვე ხანის დინასტიის დამხობის მერე ცოტა ხნით იყო ძინის დინასტია, სუის დინასტია და განსაკუთრებით დაყვავება თანგის დინასტია. ეს არის დინასტიებს აღარ ჩაუღრმავდები, მაგრამ ოქროს ხანა ჩინეთის ადრეული შუა საუკუნეების ხანაში და სწორედ მაშინ შეიქმნა ბუდას არაჩვეულებრივი ისინი ქანდაკებები თუ არქიტექტურული ძეგლები თუ სხვა და განსაკუთრებით აღსანიშნავია ის 71 მეტრიანი ბუდა რო არის სიჩუანის იმაში, ხო? ჩვეულებრივი მამაკაცივით ესე როზის და რაღაც სასწაული ის არის, ხო? ისე რომ ბუდიზმი მესამე-მეოთხე საუკუნეში უკვე სახელმწიფო რელიგიის რანგშია, მაგრამ კონფუციზმის თანაბარ დონეზე და პარალელურად და არა პირველ ადგილზე. ბატონო, ხო არისო. როდესაც უკვე რელიგია ტრანსფორმირება ხდება, თქო, ახალი წელთაღრიცხვის უკვე მეორე საუკუნეშია, თორე ის დამწერლობა ჯერ კიდევ როდიდან ჰქონდათ, ხო, ჩინელებს ძველი წელთაღრიცხვის მე-15-მე-16 საუკუნეში უკვე აქვთ ჯერ პიქტოგრაფიული და მერე ეს ათასობით იეროგლიფები და მერე უკვე სამეცნიერო დარგები ვითარდება, ხო, სხვადასხვა ისინი მეცნიერებები და როდესაც უკვე გაყოფა არის იქ ფილოსოფიური იმების, სამეცნიერო დარგების, ჰუმანიტარული, ტექნიკური დარგები და ამ დროს უკვე რელიგიის საკითხიც უკვე რომ ადამიანებს ეს უკვე არა მხოლოდ როგორც ფილოსოფია, არამედ როგორც იდეოლოგიური წამსი, ხო? ესე იგი უკვე თაობების მერე ხდება უკვე ეს ტრანსფორმირება რელიგიად. თუმცა მერე მინდა გითხრათ, რომ თავად ინდოეთში, ხო, ბუდიზმის სამშობლოში აღმოჩნდა ისე, რომ ყველაზე ნაკლები პროცენტულად არიან ბუდისტები დღესდღეობით 0.1%-ში თუ მიასედებში, იმიტომ რომ იქ თავისავე სამშობლოში ეს ესეთი დიდი მსოფლიო რელიგია შეავიწროვა და დაჯაბნა ინდუიზმმა, რომელიც გახდა და სახელმწიფო რელიგია ინდოეთის და დღესაც ინდუიზმი არის სახელმწიფო რელიგია. თუმცა ამადაც მოხდა იმ ღმერთების გადმოხტომა თუ რა ვთქვა, ერთმანეთის იმეებში არიან. იაპონიაში მაგალითად თავიანთ ეროვნულ სარწმუნოებაში, შინტოიზმში, რომელთა ტაძრები იყო ძალიან სადა და უბრალო შიგნიდან, ბუდიზმი რო გავრცელდა, ბუდას ქანდაკებებმა ესეთი საპატიო ადგილი დაიკავა ამ შინტოისტურ ტაძრებში და ესეთი პარადოქსები ბევრი, ხო? არა.
ეს არის მხოლოდ იაპონელების ეროვნული სარწმუნოება, მათთვის და ზოგადად წარმოუდგენელია, რომ არა იაპონელი იყო შინტოისტი. ეგ გამორიცხული. მართლა მოიზმა? ეს გარედან იყო ექსპორტირებული. არა, თავიანთი, კი. თავიანთია. და ქრისტიანობასთან მსგავსებას ამბობენ კი არა, წერენ და იწერება ბუდიზმთან. და არის ეგეთი ქართულადაც არის ნათარგმნი ტიბეტში აღმოჩენილი ხელნაწერი, რომელშიც წერია, რომ ბოიმან იესომ იმოგზაურაო ინდოეთშიო. არ ვიცი თუ გაგიგიათ ეგ ამბავი, ხო? მაგრამ ეს ისე ვერსიის დონეზეა ინდოეთში, სადაც მან აითვისა ბუდიზმი, მაგრამ მერე იქ ბრაჰმანებმა დევნა დაუწყეს მას, მოკლედ გამოაპარეს მერე მისმა მიმდევრებმა, მერე მოხვდა სპარსეთის ტერიტორიაზე და მერე დაბრუნდაო იერუსალიმში, სადაც მალევე აღესრულა და ამიტომაც არის, რომ ქრისტიანობაში ბუდისტური რაღაცები არის წამოსული და ამაზე აი მითითებულიც არის და მეც ნანახი მაქვს ისა რუსი დიდი მწერალი ლევ ტოლსტოი ამის შესახებ აქვს ასე ვთქვათ გამოკვლევა თუ სტატია. მერე იქ რერიხი იცით მხატვარი, რომელიც ინდოეთში ხო იმასაც უწერია ეს ამბები, რომ აი ქრისტიანობას და ბუდიზმს, უფრო სწორად ქრისტიანობას აქვს ბუდიზმიდან გადმოღებული, იმიტომ რომ მთელი 5-6 საუკუნით ხო ვერ გეტყვით ახლა ეს, იმიტომ რომ აი ისლამი მაგალითად ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო რელიგიაა, ხო? იმასთან დაუპირისპირდა იქ ის მოჰამედი ებრაელებსაც, ქრისტიანებსაც, მაგრამ რაღაცეები იქედანაც გადმოიღო და აქედანაც. ხო. აი ყველაზე ძველი ბიბლიური ფრაგმენტი არის ჩინურ ენაზე, ეს რამდენი ხმარებია, კუზბაკანზე ყოფილა შესრულებული. კი, კუზბაკანზე წერდნენ, ხო, მაგრამ ეგ რა ვიცი, ეგ რაღაცა ხო, ეგ რაღაც სათუ მე მაგ ერთი კითხვა. აი ამ სამი ჯერ ფილოსოფიური მოძღვრების და მერე უკვე რელიგიად ჩამყარ რელიგიები, რომ ერთმანეთის პარალელურად რომ თანაარსებობდნენ. კი. ეს თვითონ ამ ქვეყნის რამე თავისებურებიდან მოდის თუ ქვეყნის სიდიდიდან თუ აი რამ განაპირობებში ზუსტად ჩინეთში ქვეყნის დიდი ტერიტორიიდან და დიდი მოსახლეობისგან, იმიტომ რომ ეს მოსახლეობის სიჭარბე ჩინეთში მარტო დღევანდელიდან გუშინდელი პრობლემა არ არის. მოდის აი უძველესი დროიდანვე უკვე. იმ დონემდე რომ აი ხა ცოტა რომ გადაუხვიოთ, ესე იგი, აი ქალაქებსაც გალავნები იმიტომ უკეთდებოდა, რომ ამდენი ხალხი ქალაქში აღარ დასახლებულიყო და მე ქალაქი თანამგზავრები, ეგეთი ტერმინი გაჩნდა, რომ ქალაქის კედლის ირგვლივ სახლდებოდნენ და ხშირად ეს კედლის ირგვლივ გარეთ მოსახლეები უფრო მეტი იყო, ვიდრე ქალაქის შიგნით. მე იმას კიდე კედელი უკეთდებოდა, კიდე იმის გარეთ და ესეთი ისინი გიგანტური ქალაქები ჩინეთში მოკლედ ზოგადად აი ჩინელების ფანტაზიას თუ შესაძლებლობებს აი დღესაც გაოცებას იწვევს რებს არ როგორი ჯერა არქიტექტურა თუ ქალაქმშენებლობა თუ რაღაც ფანტაზიები რომ რა ვიცი საოცრებებს ქმნიან